ფოთში კი მერის პოსტი ისევ ვაკანტურია, მოსახლეობის ნაწილს საკუთარი კანდიდატურა ახავს. ქართული ოცნების წევრი დავით სარსანია, რომლის არჩევის მოთხოვნით ადგილობრივებმა დღეს მერიის შენობასთან აქცია ჩაატარეს. ადგილზე შეკრებილთა ინფორმაციით საკრებულო მერის არჩევას პირდაპირ წესით ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან გეგმავს, რაც მოსახლეობის თქმით დაუშვებელია. აქციის პარალელურად საკრებულოს შენობაში ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია საკრებულოს წარმომადგენლებს ხვდებოდა და მერის არჩევის ვარიანტებს განიხილავდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მერის არჩევასთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ერთ კვირაში იქნება ცნობილი. ბესელიამ აქციის მონაწილეების მოთხოვნა სამართლიანი უწოდა და თვითმმართველ ორგანოს მოუწოდა, რომ მერის პირდაპირ წესით დანიშვნა არ დაუშვას. ის რომ საკრებულო შეიკრიბოს და რვა კაცმა გადაწყვიტოს, რომ მათ უნდა ყავდეთ ნაციონალური მერი და ხალხს არ მოусმინო, ეს მიმაჩნია პრინციპულად მიუღებლად და ხალხი როცა გელაპარაკება, ეს ეწოლა კი არ არის. კანონიერი მოთხოვნაა, იმიტომ რომ ხელისუფლების წყარო ხალხია. ამიტომ ჩემი თხოვნაა და ჩემი პრინციპული მიმართვაა, რომ არ წავიდეთ ამ გზით, საკრებულომ არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ თვითონ დანიშნოს ნაციონალური მერი, ისე რომ არ კითხოს ხალხს, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ხალხს დაველაპარაკოთ და გავარკვიოთ, ვინ ურჩევნია. აქ ხალხის შეკრება ერთი პიროვნების მიერ, მაშინ როდესაც ჩვენ დიალოგის რეჟიმში ვართ პარლამენტში ხელახმოთის მაჟორიტარ დეპუტატთან, ეს არ იმაჩნია სწორად, მიუხედავად მით უმეტეს როცა ისინი ილანძღებიან და არჩეულ შემთხვევაში, რასაც ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ გავითვალისწინოთ მოსახლეობის აზრი და კონსტრუქციულად ვითანამშრომლოთ ეს მიზანსმალობელი და ასეც დავიწყეთ ჩვენ და ასეც ვაგრძელებთ.